მოგესალმებით, მე ვარ ნატო მახათაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს დარგენილი ყავით ჩვენ ძირფას საზოგადოების წინაშე, რამე თუ ის დრო დადგა, როდესაც აბიტურიენტებმა უნდა აირჩიონ თავიანთი მომავალი პროფესია, პროფესიული არჩევანის წინაშე დგანან. შესაბამისად, გვინდა მოუყვეთ ის რეალობა, რაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტშია. რადგან ადმინისტრაციის წევრი ვარ, თავისთავად გავხსენი ეს ჩვენი შეხვედრა და ძალიან ბევრი ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება თუ იმ გაცვლითი პროგრამის შესახებ, იმ აქტივობების შესახებ, სწავლების მეთოდიკის შესახებ, აკადემიური პერსონალის შესახებ ისაუბრებენ ჩვენი სტუდენტები. დავიწყოთ შენგან არჩევით, თუ შეიძლება გაეცანი და მოგწავე Achiko Konsolidze. მოგესალმებით, მე ვარ აჩიკო კონსოლიდზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. უპირველესად მინდა აბიტურიენტებს გაუზიარო ჩემი პირადი გამოცდილება და უთხრა მათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. უკვე რამდენიმე წელია ჩვენი უნივერსიტეტი წარმატებით მოღვაწეობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ გადავცეთ ეფექტურად და სტუდენტებმა მიიღონ ღირებული ცოდნა. გვყავს კვალიფიციური აკადემიური პერსონალი და გვაქვს მეგობრული გარემო, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ძნელად და ადვილად არ მოიძებნება. ჩვენ გვიცნობენ და გვაღიარებენ უცხოეთის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმები, რის საფუძველზეც ვახორციელებთ გასვლით პროგრამებს. სწორედ ეს ერთ-ერთი ესეთი გასვლითი პროგრამის სტუდენტი ვარ, მონაწილე ვარ მეც, კერძოდ 2012 წელს ვიყავი მაქს პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის უნივერსიტეტში გასვლითი პროგრამით, რომელშიც სტაჟირების ხარჯები უნივერსიტეტმა მე სრულად დამემფინანსა. იქ მე შევიძინე ხელმძღვანელი, დავიწყე თემაზე მუშაობა, სამომავლოდ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს უკვე ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე. სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ მე ახალი დამოუკიდებელი კუთხით შემეხედა ცხოვრებისთვის, გადამედგა დამოუკიდებელი ნაბიჯები ცხოვრებაში და დამეწყო მუშაობა იმისთვის, რომ სამომავლოდ გამოვადგეთ ჩემს ქვეყანას, გამოვადგეთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და წინ წავწიო ის თემები და ის პრობლემატური საკითხები, რაც ასე თუ ისე შეუსწავლელია ქართულ რეალობაში. მინდა მე მოხარული ვარ ყოველთვის და მე ამაყება, რომ ვარ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი და ჩვენ ვართ ალმა მატერი, ანუ ვამართლეთ იმ სახელს, რასაც ქვია ალმა მატერ, ანუ ცოდნის წყარო, ჩვენ ვართ ქართული აბიტურიენტების ცოდნის წყარო. მინდა ვურჩიო მათ, რომ გაიარონ ის გზა, ის ეტაპი, რაც ჩვენ გავიარეთ ამ გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვან ეტაპზე და 100% ვარ დარწმუნებული, რომ მათ ის გზა თუ ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ნორმალურად შეეფერება და მოეთხოვება, ისინიც ისეთივე წარმატებულები იქნებიან, როგორც ეს პიროვნებები, ჩემს გვერდითმოები და როგორც მე. მინდა უსურვო მათ ყველას წარმატება და კიდევ ერთხელ უთხრა მათ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კარი ყოველთვის ღიაა. და კიდევ ერთხელ კითხავ, გაცვლითი პროგრამა, რომელიც ახლა თქვენ ახსენებთ, რომ მთლიანად დაფინანსებული სრული დაფინანსების გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი. რა იყო ეს თქვენთვის როგორც სტუდენტისთვის, იყო ეს დამატებითი გამოწვევა, რა მოგცათ? ანუ მე ვიყავი სამეცნიერო კვლევებზე, შეიძლება ითქვას, რომ სამართლის მეცნიერებაში მე ვიყავი, ჩავედი იქ სამართლის ცარიელი სუფთაფურცელი, რომ გაგიმართოთ ესე. შევიძინე იქ ხელმძღვანელი, დავიწყე ლიტერატურაზე მუშაობა, დავიწყე თემა ვიპოვე კრიმინოლოგიური კუთხით, ისეთი თემა, პრობლემატური თემა, რაც არ არის საქართველოში შესწავლილი და ძალიან ცოტა თუ დაწერილა, რაც პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ დიდად პრობლემატური საკითხია 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთმა მოახდინა საქართველოზე აქტიური კიბერტერორის გამოყენება, სწორედ კიბერტერორიზმის პრობლემატიკაზე ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ თუ ფინალში გავიყვან ამ ყველაფერს და გავაკეთებ ისე, როგორც საჭიროა, აუცილებლად იქნება ეს წარმატებული და გამოადგება ჩემს ქვეყანას. და რა მომცა, შევიძინე ხელმძღვანელი, მოწვევა მაქვს მაქს პლანკის უნივერსიტეტიდან და როცა მინდა ჩავალ და ამ თვითონ ჩემი პროგრამის ფარგლებში მომცა საშუალება, რომ ახალი გადასახედიდან შემეხედა ცხოვრებისთვის, დამოუკიდებელი ნაბიჯები გადამედგა სამართლის მეცნიერებაში, რაც ალბათ ჩემი აზრით ბევრ სტუდენტს ამის შესაძლებლობა არ აქვს ქართულ რეალობაში. თენგიზ ხრუსტალი. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ მეორე კურსის სტუდენტი და ჩემი პროგრამის სახელწოდება არის ქართულ-ბრიტანული პროგრამა ბიზნეს ადმინისტრირების და მე ძირითადად მინდა მიმართო სტუდენტებს აქედან. ანუ
რა პროგრამა არის, თქვათ, ეს და რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში ზოგადად. ალბათ ძალიან ბევრი სტუდენტი დამეთანხმება, რომ უცხოეთში გასვლა და ასე ვთქვათ, გასვლითი პროგრამები უცხოეთში განათლების მიღება პრიორიტეტული არის ალბათ ყველასთვის და მე შემიძლია ამაყავ თქვა, რომ გრიგორ ობაქიძეს ბევრი ასე ვთქვათ შესაძლებლობა უნივერსიტეტის შესაძლებლობა გააჩნია გასვლითი პროგრამებისა თუ სხვადასხვა უცხოეთში წასვლის შესაძლებლობების. მე პირადად ამ პროგრამაზე ვარ და არსებობს ხელშეკრულება ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტთან, რომელს თანახმადაც მეოთხე კურსზე მე და ჩემი პროგრამის სტუდენტები მიდიან უნგრეთში და იღებენ ორმაგ დიპლომს, რაც ნიშნავს, რომ გრიგორ ობაქიძის დიპლომი და ასევე ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის დიპლომი. და რაც შეეხება გასვლით პროგრამებს, მე ასე ვთქვათ მარტში ვიყავი ეს არის საერთაშორისო კომპანია, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, AIESEC, რომელიც მართლა ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი ორგანიზაცია არის იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სოფლიოს 122 ქვეყანაში აქვს, ასე ვთქვათ, შტაბები, ოფისები, ესე უწოდებენ და ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია წავიდეს ამ პროგრამის და იყო AIESEC-ის გასაუბრება ჩემს უნივერსიტეტში, მე კონკურსში გავიმარჯვე, ასე ვთქვათ, და ამარჩიეს და უნივერსიტეტმა მთლიანად დამიფინანსა ის ამ პროგრამის თანხა, რაც იყო, იქ შედიოდა ცხოვრება, იქ შედიოდა სწავლა, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა აქტივობები და მე მაგალითად ამ პროგრამამ მომცა, ასე ვთქვათ, დიდი შესაძლებლობები იმის, რომ გამეცნო შემიძლია საერთაშორისო მეგობრები, ასევე პრეზენტაციის გაკეთების უნარჩვევები გამომემუშავა, იმიტომ რომ ინგლისურად ვაკეთებდი სხვა უნივერსიტეტებში თუ სკოლებში პრეზენტაციას საქართველოზე, მის ტრადიციებსა თუ წესჩვეულებებზე. და ამან ჩემი, ასე ვთქვათ, ინგლისური ენაც გააუმჯობესა და ძალიან მაყოფილი ჩამოვედი. და ზოგადად მინდა, ასე ვთქვათ, ურჩიო სტუდენტებს, რომ არჩევანი გააკეთონ, ასე ვთქვათ, ჭკვიანურად და მიაქციონ ყურადღება უნივერსიტეტი რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ და ამაყავ თქმა უნდა, გრიგორ ობაქიძის უნივერსიტეტი ყველა იმ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ თქვენი პიროვნული თუ ასე ვთქვათ, კარიერული წინსვლისათვის. ბრავო. გარდა ქართულ-ბრიტანული პროგრამის არსებობს ასევე ქართულ-გერმანული პროგრამა, მაგალითად ამასთანავ ჰაიდენჰამის უნივერსიტეტში იყვნენ წასულები, ახლახანს კიდევ ჩამოვიდნენ და აპირებენ აუცილებლად წასვლას ჩვენი უნივერსიტეტიდან სტუდენტები ამ გაწვრითი პროგრამით და მინდა ვთქვა, რომ აქაც დაფინანსება ხდება ორთვივი, ცალკეულ შემთხვევაში უმრავლესობა შემთხვევაში უნივერსიტეტი აფინანსებს, ამ შემთხვევაში ხდება ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტისაგან და გრიგორ ობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისაგან დაფინანსება აბსოლუტურად და აქვე აუცილებლად ვახსენებ ერასმუს პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა თავისთავად ჩვენს უნივერსიტეტში. გაწვრითი პროგრამა ფუნქციონირებს ამ ერასმუს მუნდუსით, როგორც ჩვენთან ჩამოდიან, ასევე ჩვენგან მიემგზავრებიან სტუდენტები. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, რაც თქვენ მოისმინეთ, ვთქვათ, ჩვენი მარგალიტებით სავსეა ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენს გვერდზე არიან სამართლის სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც სულ ახლახანს ჩამოვიდნენ ნანტიდან და თუ რა ხდებოდა იქ, თავისთავად ჩემზე უკეთესად ჩვენი სტუდენტები მოყვებიან. მოგესალმებით, მე გახლავთ ალექსანდრე მერმანიშვილი, სამართლის სკოლის სტუდენტი გრიგორ ობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და მე მცირე მიმოხილვას გავაკეთებ ჩვენ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელთაც მე და ჩემი მეგობარი გიორგი ვიმყოფებით ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმიდან, რომ 5 დღის შემდეგ დაახლოებით არის ეროვნული გამოცდები, უამრავი ახალი აბიტურიენტი აბარებს ამ ეროვნულ გამოცდებს, მათ უსურვებს წარმატებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მათმა დიდმა რაოდენობამ გააკეთა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტზე არჩევანი და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი, როდესაც მოხდებიან ჩვენთან, ძალიან კმაყოფილები დარჩებიან იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენთან არის. რაც შეეხება თვითონ ერაზმუსის პროგრამას, ნანტის უნივერსიტეტში, ჩვენ უნივერსიტეტიდან ვიყავით პირველი ნაკადი, საფრანგეთის მასშტაბით, ჯერჯერობით ესეთი შანსი ჩვენ უნივერსიტეტიდან
თვითონ ქალაქში არ არის არ ქონია და ძალიან ბედნიერები ვარ და მოხარულები ვართ. რაც შეეხება როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ალბათ გაინტერესებთ. იყო შესარჩევი ეტაპი, მოხდა რა თქმა უნდა გამჭირვალე და ღია არის შესარჩევი პროცესი. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტის ვებსაიტი, ეს არის gruni.edu.g, სადაც ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ ჩვენს თუ სხვა სტუდენტს შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს ჩვენ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა განცხადება, რაზეც ჩვენ მყისერი რეაქცია მოვახდინეთ, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, მინდა გითხრათ რომ არც ისე ბევრი იყო განაცხადი, რაც ძალიან გასაკვირი იყო და შემდეგ ჩვენი რა თქმა უნდა კრიტერიუმები ამ შესარჩევი ეტაპის არის ძალიან მაღალი, როგორც თუ სწორად მახსოვს არის მინიმუმ B შეფასება ნანტის უნივერსიტეტში, სადაც შემდეგ ჩვენი ესე იგი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ესე იგი ნიშნები, ქულები თუ სხვა გადავთარგმნეთ ჩვენ ფრანგულ ენაზე რა თქმა უნდა და გადავაგზავნეთ, რის შემდეგაც ბუნებრივია არის განსაზღვრული ეტაპი იმისაც რომ დარეგისტრირდა ამ პროგრამაში და მოვიდა პასუხი დადებითი, რაც ძალიან დაგვეხმარა, რაც შეეხება დაფინანსების საკითხს. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ თითქმის არც ერთი თეთრი არ გადაგვიხდია ჩვენ იქ ყოფნის განმავლობაში. ჩვენმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სრულად აიღო ხარჯები თავის თავზე, ამასთან დაკავშირებით და მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი რექტორის ბატონ მამუკა თავხელიძის ამასთან დაკავშირებით და მე შემიძლია თამამად თქვა, რომ მე საკუთარი ხარჯებით მე ნამდვილად ვერ შევძლებდი დამოუკიდებლად წასვლას, რომ არა ჩემი უნივერსიტეტი და რაც შეეხება თვითონ სწავლის პროცესს და ევროპულ სწავლასთან შედარებას, ამას მე მგონი ჩემი გოგო გიორგი მოგეთქვეს. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი მაქარაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. თავდაპირველად სანამ ვისაუბრებ ნანჩში სწავლის პროცესზე, მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო იმ ღირებულებებს, რომელიც გახლავთ ჩვენს უნივერსიტეტში. პირველ რიგში ეს არის აკადემიური პერსონალი. ჩვენ სტუდენტებს თავად გვაქვს შესაძლებლობა, რომ გქონდეს შეხება ისეთ ლექტორებთან და პროფესორებთან, რომლებიც თავად არიან იმ სახელმძღვანელოების ავტორები, რომელზეც დგას საქართველოს ცალკეული სფეროები, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება სამართალი თუ ჟურნალისტიკა, სხვადასხვა სფეროები რა თქმა უნდა. რაც შეეხება ნანჩის სწავლების პროცესს, ჩვენ ნანჩი წავედით იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დაიდო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. მოხდა სელექცია, როგორც სანდრომ აღნიშნა, აკადემიური მოსწრების საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება იქ სწავლის პროცესს, ჩვენ ნანჩში მივიღეთ არა მხოლოდ ის აკადემიური ცოდნა და ის ევროპული განათლება, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანი არის ყველა ადამიანისათვის, ამავდროულად მივიღეთ ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც საჭირო არის წინ პროფესიულ თვალთახედვით, რა შევხედოთ თითოეულ პროფესიას. რაც შეეხება თავად იქ სწავლების პროცესს, ჩვენ ვსწავლობდით საერთაშორისო სამართალს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც კარგად ვისწავლეთ ის მოდულები, რომელიც ჩვენ არჩეული ქონდა იქ, თამამად ვიტყვი. იმედია ქედმაღლობაში არ ჩავამართმევთ, მაგრამ ჩვენი იქ წასვლის შემდეგ მემორანდუმის ფარგლები გაიზარდა და თუ ჩვენ შემთხვევაში იყო 2 სტუდენტი წასასვლელი ნანჩში, გაიზარდა ორჯერ და დღესდღეობით გახლავთ მათი რაოდენობა 4. ეს შესაძლებელია ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაც იყოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი უნივერსიტეტი დიახ. დიახ. დიახ, დიახ, ზუსტად. რა თქმა უნდა. როდესაც საუბარია აი ესეთ პროგრამებში მონაწილეობაზე, თუ უნივერსიტეტს არ აქვს ის ხარისხის სწავლის, რომლითაც მისი სტუდენტები იქ შეძლებენ მონაწილეობა, ანუ სწავლის გაგრძელებას, ბუნებრივია თქვენ იქ ვერ იქნებით ადაპტირებული. ამიტომაც მინდა გკითხოთ, როგორ მოახერხეთ, ანუ რამდენად დაგეხმარათ ალმა მატერში მიღებული განათლება იმისთვის, რომ იქ ადაპტირებული ყოფილიყო. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ჩვენ მოგცა ის ცოდნა, რომელიც ევროპის მასშტაბით მე შემიძლია ვთქვა, რომ დამაკმაყოფილებელზე მეტიც კი არის, იმიტომ რომ ჩვენ იქ ხვდებოდით სტუდენტებს და ჩვენ ვიყავით იქ წარჩინებული სტუდენტები, ჩვენი ნიშნებიც ამაზე მოწმობს და შეგვიქმნა ის ბალავერი საფუძველი ცოდნის, რომლის გარღმავების და მასზე კონსტრუქციის აშენების საფუძველი უკვე ჩვენ ევროპაში შევძლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ამაყი, რადგან მე ვარ ალმა მატერში. თვითონ უნივერსიტეტში როგორ ხდება შერჩევა, კონკურენცია როგორი არის, ანუ ეს ხდება GPA-ით, ეს ხდება თქვა აქტივობებით თუ რა პრინციპით ხდება? შერჩევა, ანუ რას გულისხმობ? როდესაც აგზავნი რაღაც განაცხადს, შესაბამისად უნდა დააკმაყოფილო რაღაც სტანდარტები, რომელიც გამოგზავნილია ამა თუ იმ უნივერსიტეტისგან.
ყოველივე ეს თავისთავად, აკადემიური მოსწრების ფურცლიდან გამომდინარე და იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც უნივერსიტეტშია, ხდება ამის შეჯამება და მხოლოდ და მხოლოდ იქ ხდება სელექცია ჩვენი სტუდენტებისა. შესაბამისად ეს საუბრობს იმაზე, რომ ეს უნივერსიტეტი ძალიან ობიექტურია. გარდა სწავლების მეთოდიკისა, გარდა იმ აკადემიური პერსონალისა, რომელზეც უკვე იყო საუბარი, უნივერსიტეტი არის ასევე, ასე ვთქვათ, სტუდენტების ცხოვრება, სტუდენტური ცხოვრება. აქ არის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, აქ არიან ჩვენი სტუდკავშირის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი სტუდენტები, ერთად დავდივართ ყველა, რადგან ერთი გუნდი ვართ, ერთი ჯგუფი ვართ, ერთი ოჯახი ვართ. ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამაა გაკეთებული, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ფესტივალი გვაქვს შექმნილი, ძალიან ბევრი კონკურსი გვაქვს გაკეთებული. თვითონ სტუდენტების ასე ვთქვათ, ინიციატივით და შესაბამისად ჩვენი მხარდაჭერით. თუ გდებავთ აი ამ კითხვებზე აქ არის კავშირის წარმომადგენლები, იგივე სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, შეგვიძლიათ მომისმინოთ მათი აზრი რა ხდება. იაკობ, გინდა მოდი. აქტივობების შესახებ საინტერესო იქნება შენ მოსაცრება და ბატონ დავით მოძანდეთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მე ვარ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და ასევე თვითმმართველობის წარმომადგენელი. ჩვენი სტუდენტური ცხოვრება არის მართლაც ძალიან საინტერესო და დატვირთული. ჩვენი თვითმმართველობა არის დაკომპლექტებული ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ბავშვებით, რომლებიც ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები სწავლასთან ერთად გაატარონ არაჩვეულებრივი დრო. ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ აქტივობებში მონაწილეობას, სპორტში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები, ასევე ინტელექტუალურ მიმართულებებშიც ვიღებთ აბსოლუტურად ყველა პროექტში მონაწილეობას. ამ წელს ჩვენი თვითმმართველობის ინიციატივით და ბავშვ სტუდენტები ჩვენ მივიღეთ ბევრი ოქროს მედალი, ასევე სხვადასხვა პირველი ადგილი მივიღეთ და ანუ მე ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩვენი სტუდენტური თვითმმართველობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ სტუდენტებს გქონდეთ არაჩვეულებრივი გარემო პირობები იმისა, რომ უმაღლეს სწავლასთან ერთად, რაც ნამდვილად არის ალმა-მატერში, მათ გაერთონ, იმიტომ რომ ცხოვრება იყოს საინტერესო და მე ყველა სტუდენტს ვურჩევ აირჩიოს ალმა-მატერი იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენ არაჩვეულებრივ გუნდში და ასევე მოხდეს ისეთ უნივერსიტეტში, სადაც უმაღლეს ცოდნას მიიღებს და მისი მომავალი იქნება გარანტირებული. პირველ რიგში მოგესალმებით, მე გახლავართ დავით ცარიშვილი. ამჟამად ხელმძღვანელობ სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ აგრეთვე გახლით სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინდა მოკლედ გაგიზიაროთ ის საკითხები, რაც აქტუალური იყო ჩვენი უნივერსიტეტისთვის და დღემდე ალბათ მოსახლეობისთვის ცხადია. ჩვენმა უნივერსიტეტმა უამრავი წარმატება მოიპოვა სწორედ ამ კუთხით. სტუდენტური აქტივობების კუთხით ჩვენ დავუნერგეთ ისეთი ფესტივალები საქართველოში, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის ინიციირებით, ასევე ხორციელდებოდა საერთაშორისო პროექტები, სადაც ღებულობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას, ასევე სტუდენტებს ყოველთვის ეძლებათ საშუალება მაქსიმალურად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და თუ რომელიმე სტუდენტი არის ნიჭიერი და აქვს სურვილი გამოხატავს თავისი ნიჭი, ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ ამ ყველაფერში და ამის ფაქტებიც უამრავი არსებობს. ასევე ყოველთვის აქტიურად იღებულობს უნივერსიტეტი მონაწილეობას სხვა უნივერსიტეტებთან, როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში, ასევე ჩვენ თვითონაც ვართ უამრავი პროექტის ორგანიზატორები, სადაც ცდილობენ მაქსიმალურად სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ჩაერთონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე გახლდით ასევე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის პერიოდში სხვა სტუდენტებთან ერთად წასული
პოლონეთში, სადაც გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა გამარჯვება სწორედ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, რაც აქტუალური იყო იმ პერიოდში საზოგადოებისათვის. ასევე მინდა გითხრათ, შევეხები იმ პროგრამებსაც, რაზეც ისაუბრეს ახლა ჩემმა მეგობრებმა, მაქსიმალურად გამჭირვალე და ღიაა ჩვენი უნივერსიტეტის ფუნქციონირება, შეუძლია ნებისმიერ მსურველს შევიდეს ჩვენი უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გაეცნოს თუ რა აქტივობები ხორციელდებოდა, თუ რა აქტივობებია დანერგილი და თანაბარ პირობებში ყველას ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში როგორც სტუდენტურ ცხოვრებაში, ასევე აკადემიური ხარისხის გამაღლებაში. მადლობა. შეჯამება, ვფიქრობ, საკმარისად ვთქვათ, კარგად ისაუბრეს ჩვენმა სტუდენტებმა. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად, ჩემი სტუდენტების, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დღეს აი აქ ყოფნა. უფრო ეს პატივია ჩემთვის. მინდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე, გარდა იმ აკადემიური, ესე ვთქვათ, პერსონალის სწავლების მეთოდიკისა, იმ პროგრამებისა, რომელიც უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, რომლითაც აღჭურვილია ეს უნივერსიტეტი, ამ უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, წარმატებულობაზე საუბრობს ასევე კურსდამთავრებულთა ხარისხი. ევროკავშირის მიერ ესე ვთქვათ, შედგენილი გამოკითხვის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოში შედის იმ 5-ში, რომელთა კურსდამთავრებულების, ესე ვთქვათ, ყველაზე მეტად არიან დასაქმებულები და, რომ გადავხედოთ, დაწყებული საჯარო მოხელეებიდან დამთავრებული იგივე იმ პროფესიით, ან იმ სამსახურით, რომელიც სამართალს ემსახურება, ან თუნდაც მასმედიაც, ყველგან არიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს არის ალმა მატერი, რომელიც ქმნის ქვეყნის მომავალს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.